ოთხმა ხევსურმა ერთმანეთს შეეფიცა, რომ ბოლომდე ებრძოლათ. ისინი რუსულმა იმპერიულმა რეჟიმმა დაატუსაღა და 1905 წელს რუსეთ-იაპონიის ომში გაგზავნა. ეს მათი ომი არ იყო, მაგრამ დანებება ვერცერთს ვერ წარმოედგინა. იაპონელმა პოლკოვნიკმა ჰარაგუჩიმ თავის მემუარებში დაწერა: კოშკის ბოლო სართულზე ჩემი ჯარისკაცები ჩასაფრებულ მეციხოვნეებს გადააწყდნენ და ფიცხელი ბრძოლა გაუმართეს. უცნაური ილეთებით მოფარიკავე მეციხოვნე ხევსურებმა 8 მეომარი მომიკლეს. მე თვითონ ფარიკაობის მოტორფიალედ ვთვლი თავს და ბევრი ოსტატის ტექნიკას კარგად ვიცნობ, მაგრამ ისეთი ილეთები, როგორსაც ის მეციხოვნენი იყენებდნენ, არსად მენახა. ისინი იბრძოდნენ დინჯად, ყურადღებით ადევნებდნენ თვალს მოწინააღმდეგეებს და თანაც ყველა ხელსაყრელ მომენტს იყენებდნენ, რათა ამ უკანასკნელებისთვის სასიკვდილო დარტყმა მიეყენებინათ. ისინი ნამდვილი ვაჟკაცები იყვნენ. ცეცხლსასროლი იარაღი რომ არა, კიდევ მეც დახოცავდნენ. დღესაც კი როცა ამ სიტყვებს ვწერ, სევდა მიპყრობს, რომ ბედმა მათთან მტრობა მარგუნა და არა მეგობრობა. მისი ბრძანებით სამივე მოკლული ხევსური კორსაკოვსკში სამხედრო პატივით დაკრძალეს, ხოლო დაჭრილ ბეჟიტა ქერაულს უმკურნალეს და იაპონელ ტყვეებში გაცვალეს. ბეჟიტა საქართველოში 1906 წელს დაბრუნდა და ძმად ნაფიცობის მიცემული პირობა შეასრულა. თავს გადახტენილი ამბავი გალექსა.